გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო. მივესალმებით ჩვენს ჯგუფის წევრებს, მეთხილე ფერმერებს. დღეს გამოქვეყნდა ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან ოპოზიციის შეხვედრა. ოპოზიცია თუ არ ვცდები ერთი ყავს და იქ დაუსვეს ფინანსთა მინისტრს ასეთი შეკითხვა, თუ გაგრძელდება თუ არა 500 ლარიანი ვაუჩერების დარიგება მომავალ წელს. რაზეც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიუგო, რომ ეს პროექტი გათვლილი იყო 1 წელიწადზე და გაგრძელდა 3 წელი, ანუ ფაქტიურად უარი განაცხადა, არ იქნება დაფინანსება. ეს როგორ უნდა შეფასდეს, ეხლა შეფასება თქვენთვისაც მომინდია, თქვენს გააკეთებთ, ალბათ თქვენშიც გამოიწვევს გარკვეულ ემოციას და მე მინდა ჩემი აზრი მოგახსენოთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ესეთი განცხადება, გეყოთო, ფაქტიურად გეყოთო, რაც დაგეხმარეთო და მე მგონი ამ ადამიანს არ აქვს წარმოდგენილი თუ რას ნიშნავს მეთხილე ფერმერებისთვის ესეთი დახმარება და ზოგადად ამ დარგის განვითარებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ესეთი დახმარება. თავიდანვე ესეთი მიდგომა, რომ სახელმწიფომ გამოიჩინა კეთილნება და ეხმარებოდა მეთხილე ფერმერებს, ეს იყო ძალიან კეთილშობილური და ბუნებრივია ამას სჭირდებოდა გარკვეული ხელისშეულება, ესე ვთქვათ, შეიძლება და ცოტა სხვანაირად გაკეთებულიყო, თუმცა პრინციპი და მიდგომა იყო, როგორც მოგახსენეთ, ძალიან კარგი. როგორც ხედავთ, ამაზე უკვე აიღეს, იფიქრეს, რომ ეს არ იყო საჭირო და იფიქრეს ალბათ ის, რომ სოფლის მეურნეობას არ სჭირდება, კონკრეტულად ამ დარგს არ სჭირდება დახმარება. ჩემი აზრი ასეთია, ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება. ეტყობა ამ ადამიანებმა არ იციან რა ხდება სოფელში, რა მდგომარეობაა კონკრეტულად დარგში და არც იციან რას ნიშნავს სოფლის მეურნეობის ამ დარგის განვითარება. მეც ეხლა ბევრჯერ მომიყვანია ესეთი შენიშვნა და ერთი კონკრეტული სოფლის მაგალითზე მინდა უთხრა ამ ბატონებს, რომ ეს არ არის რიგითი დარგი, ეს არის სერიოზული დარგი, რომელიც აწარმოებს საექსპორტო პროდუქციას, რომლის ძირითადი ნაწილი გადის ევროპულ ბაზარზე, საიდანაც შემოდის ვალუტა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ყველა ქვეყანა ზრუნავს იმისთვის, რომ აწარმოოს ისეთი პროდუქტი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება და გავა საერთაშორისო ბაზარზე და შესაბამისად შემოვა ვალუტა. ეს უნდა ესმოდეს ფინანსთა მინისტრს, რომ ეს არ არის მარტო სოფლის მეურნეობის კონკრეტული დარგი. ანუ ეს არის საექსპორტო პროდუქცია, რომელიც ლარსაც ამყარებს და ზოგადად ეკონომიკის მხარდამჭერია. ეს კონკრეტულად ჩემი ახსნა არ უნდა სჭირდებოდეს ამ ადამიანს. გარდა ამისა, მეთხილის ამ დარგის განვითარება არ არის კონკრეტული ოჯახის განვითარება. თუმცა პირდაპირ მნიშვნელობით ასე გამოდის, მაგრამ ზოგადად ეს არის სოფლის განვითარება, ხალხო. შეხედეთ რა მდგომარეობაში სოფელი დაიცალა სოფელი და ამასაც უსპობთ ამ კონკრეტულ დარგში დასაქმებულ ადამიანებს. თხილის მომგროვებელი ბრიგადები სჭირს სოფელში, იმიტომ არ არიან ადამიანები, იცლება სოფელი, მიდიან ან თბილისში, ან პოლონეთში, ევროპაში, არ ვიცი, დაიშალა სოფელი აღარ არსებობს იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ წარმოგვედგინა და რა ფუნქციას ეკისრა ყოველთვის ჩვენი ქვეყნისთვის სოფელს. მარტო თბილისზე რო ზრუნავთ, ხო შეიძლება რეგიონებზე იზრუნოთ, რეგიონები სულ ზღაფავს, ხალხო. რო გამოდიხართ თბილისის ქუჩებში, ამხელა მანქანებს, მშენებლობებს რო უყურებთ, ასე არ არის სხვაგან. არ ვითარდება სოფლები, არ სამუშაო ადგილი იქნება სოფელში, არაფერი არ იქნება სოფელში და ამის იმედ ანაბრად დატოვეთ ხალხი და ამასაც უსპობთ. ეს როგორი მიდგომა, ეს არის რომ დაიკიდო ფეხზე ფერმერი. ეს შეიძლება ვიღაცამ ფერმერმა გამონახოს თავისი სახსრები და თვითონ შეწამლოს, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი გულგრილი დამოკიდებულება, აბა რანაირი მოსასმენია ეხლა დააკვირდით აბა თქვენ. 1 წელზე იყო გათვლილი და 3 წელი დაგეხმარეთ და გეყოფათო, რო გეუბნებთ, ეს რა არის? ეხლა რა მიდგომაა, რა განცხადებაა ეს? ან გულისწყევილი მაინც გამოხატე, შეკაი ადამიანო, რომ ვერ გეხმარებით, ან ბიუჯეტში არა გვაქვს თანხა, ან რაღაცა ვერ არის ისე.
ხო? და ნუ გონია თქვენ რომ ეხა წელს ფასია და იქ რო განაცხადეთ რომ კარგი ფასი აქვს და თავის თავს მოუვარეთ. ნუ გონია თქვენ ეს კარგი ფასი ხო მომავალ წელსაც იქნება. ეს გამონაკლისი იყო, იმიტომ რომ კლიმატური პირობების გამო იყო დეფიციტური ეს პროდუქტი. მაგრამ ყოველთვის ესე ხო არ იქნება. ან ნახეთ რა ღირდა მუშახელი წელს და ეს ყველა გადადის მეთხილე ფერმერების მხრებზე. ძვირდება პესტიციდები ძვირდება სასუქები ძვირდება მომსახურება ძვირდება ყველაფერი ძვირდება ეს ისე არ არის რომ აი ფასი აქვს და ჯიბეში იდებს ამ ადამიანები ამ თანხას არა ამ თანხაზია ბევრი დამოკიდებული მთელი ოჯახები და ათასობით ოჯახები ამ თანხაზია დამოკიდებული აქ ყველაზე საწყენი ის არის რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება ესეთ გულგრილი დამოკიდებულება თორე შეიძლება ეს მართლა ისეთი გადამწყვეტი არის ადამიანმა გაიჭიროს და ეს მაინც შეწამლოს მაგრამ რატო აკეთებთ ამას იმის მაგივრად რომ რეგიონი განვითარდეს იმის მაგივრად რომ აი ეს ადამიანები დავამაგროთ რეგიონში რაღაცა შეუწყოთ ხელი ამ ადამიანებს თქვენ ამასაც უსპობთ მე არ ვიცი რას ფიქრობს ან ჩვენი გუბერნატორი სამეგრელო ზემოსვანის გურიის რა ვიცი აჭარის სადაც ეს პროდუქტი იწარმოება ამოიღონ ხმა კაცო იმაზე ხო არ არის მარტო თბილისზე ხო არა ვარ დამოკიდებული რეგიონს აქვს თავისი უფლება რომ მოსთხოვოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რომ კონკრეტულად სჭირდება ეს აი სამეგრელო მაგალითად ძირითადად დამოკიდებულია მეთხილეობაზე ჩაგვრება ყველაფერი თუ არ იქნა თხილი არც მაღაზია იმუშავებს არც კაფე რესტორნები და არ ვიცი არაფერი არ იმუშავებს მაშინ თქვენ არ აკვირდებით და ჩვენ ვაკვირდებთ აქ ცხოვრობთ როდესაც თხილის მოსავალს იღებს მოსახლეობა და შესაბამისად თანხას იღებს აი მაშინ ცოცხლდება ქალაქი მაშინ მუშაობს ყველაფერი ბაზრიდან დაწყებული მანქანებში ბენზინს აცხამს ხალხი და ასე შემდეგ ამას უსპობთ თქვენ იმიტომ არ გაინტერესებთ ეთყობა აი რეგიონის განვითარება ახლა დღეს იგივე წავიკითხე რომ თავრობამ გამოაცხადა რაღაც სამთავრობო კვარტლის შექმნა სადღაც არსენალის მთაზე. ამაზე ფიქრობთ ხალხო? ანუ არა გაქვთ თქვენ იქ ოფისები არა გაქვთ რომ დაეტიოთ ცოტა ხანი ჯერ განავითაროთ სოფლის მეურნეობა ხალხო, სოფელს მივხედოთ და მერე ვიზრუნოთ ამაზე. პრიორიტეტი ეს არის თქვენთვის რაღაც იმის მშენებლობა, რაღაც სამთავრობო იმების რეზიდენციების, რამდენი უნდა ავაშენოთ და რამდენი გვაქვს? ერთი ქუთაისში ავაშენეთ. ისის გამოუყენებელი კიდე რაღაცას ვაშენებთ და ამასობაში დაიცალა სოფელი ამაზე არ ფიქრობთ? არ ვიცი ამ რანაირად ფიქრობ, აი მთელია ეს პერიოდი ზოგი მხარს გიჭერდა, ზოგი არ გიჭერდა, ავად თუ კარგად ხელისუფლებაში ხართ, ხალხო და პასუხისმგებლობა აიღეთ რამეზე. ეს საქართველოს აქციეთ მარტო თბილისის იქით არ იხედებით თქვენ. კატასტროფა რეგიონებში ჩადით ხალხო იმ ჩამოდით იმ მანქანებიდან დაანებეთ იმ ოფისებში ყავის მას მოდით აქ და ფეხი უნდა იაროთ აქ საკუთარი თვალით ნახეთ და ერთი როგორ შრომობს ის ხალხი ვინც ნამდვილად შრომობს იმას მიხედეთ ხო არ შეიძლება ესე მე არ ვიძახი ყველა ეხლა რომ თავზე გადადის ბევრი ნამდვილად არ მუშაობს და იმათ არ შეიძლება ნუ ამაზეც მაქვს მე ჩემი დამოკიდებულება ესე ამ სუბსიდიაზე რაღაც გარკვეულწილად ბევრი რაღაცის შესწორება შეიძლებოდა. როდესაც ამას აძლევ ხალხო ყველას რო აძლევთ ამ სუბსიდიას, ყველას რო აძლევთ. ამას არ იყენებს მიზანმიმართულად, გლეხი ბუნებრივია, ბევრი არ იყენებს ამას. ნახევარი იყენებს ამას საჭიროებისამებრ. ნახევარი არა. ნახევარი ტაჩკაც ყიდულობს, ნახევარი, რა ვიცი, მავთულს, ნაჯაღს და ჩაქუჩს. და რატო აძლევთ ამის საშუალებას? მაღაზიებში რატო არ აკონტროლებთ რომ მაღაზიები შეხდება ეს ყველაფერი განაღდება ამისი იმის მაგივრად რომ ამას მისცემ ხო გლეხს ამ 500 ლარიან ვაუჩერს შეკაი ადამიანო ამ ადამიანებს შემოდგომაზე როდესაც აიღებს ადამიანი მოსავალს მოსთხოვეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და რაოდენობის დამადასტურებელი სერტიფიკატი შეუმოწმე ეს თხილი თუ არ ექნება ხარისხიანი თხილი მომავალ წელს არ მისცე და მიეცი იმ ადამიანებს რომლებიც მოიყვანენ ხარისხიან მოსავალს ხო ძალიან მარტივია ამას არ უნდა დიდი რაღაც ფილოსოფია
და იმ ადამიანებს დაეხმარე, ვისაც ნამდვილად უნდა სოფელში ცხოვრება და აი სოფლის მეურნეობას რო უძღვება წარმატებით, ამ ადამიანებს დაეხმარე. და იმასაც არ აძლევთ ზარმაცებს და ვისაც სჭირდება ნამდვილად დახმარება, იმასაც არ აძლევთ. ეხლა ეს ნორმალურია? ხო შეიძლება ყველაფერი ერთ ქვაბში მოვხარშოთ? ყველა ერთ ქვაბში მოვხარშოთ? ისედაც ახალგაზრდებს გული აქვს წრუებული ამ ქვეყანაზე და ერთი სული აქვს რო გაცდებიან საზღვარს, აეროპორტისკენ უჭირავთ თვალი და თქვენ ამასაც აცლით ხელიდან? არ ვიცი როგორ რანაირად იქნება, არ ვიცი, იქნებ გადახედოთ ამას და ძალიან კარგი იქნება აი ამ გადაწყვეტილებას გადახედოთ. როდესაც მთელი სახელმწიფო რესურსი მარტო თბილისზე იხარჯება და რეგიონს ყურადღებას არ აქცევთ, ეს ნორმალურია ხალხო? აეროპორტი მშენებლობა, ხო შეიძლება მოიცდით და ცოტახანი 5 წელი ეს რეგიონები განავითარეთ. ის რესურსი მიმართეთ რეგიონებისკენ. არ შეიძლება ყველაფრის კონცენტრაცია თბილისში, აი ვეღარ სუნთქავს ხალხი იქ. იმიტომ იქ ქმნით პირობებს და ყველა მიდის იქ. არ არის ამდენი ადგილი თბილისში. გადახედით შვეიცარიას, კაცო, 9 მილიონიანი ქალაქის ყველაზე დიდი ქალაქი არის 9 მილიონიანი. შვეიცარია და იქ აი ესეთ განვითარებულ ქვეყნებში რეგიონებში ცხოვრობს. ხალხი მშვენივრად ცხოვრობს, უძღვება სოფლის მეურნეობას, იმიტომაც არის წარმატებული. თქვენ ყველაფერი სინგაპურიზაციაო, რო იძახო და იცხონებული, იმას აკეთებთ. ქალაქ სახელმწიფოდ და გვაქციოთ და რეგიონებს დავიკიდოთ ფეხებზე სოფლის მე აი ეს თუ გააკეთა ეს ნაბიჯი თუ გადადგით დაიცლება სოფელი აბა რა იქნება იმის მაგივრად რომ ყველა მთავრობის წარმომადგენელი რეგიონებში უნდა ნადიოდეს რეგიონებში ყველასთან უნდა მიდიოდეს ოჯახში აბა რა უჭირს რა უხინს აბა რა შეიძლება გაკეთდეს დაოჯახება აღარ ხდება რეგიონებში, გათხოვება აღარ ხდება და მე დემოგრაფიული პრობლემაა, რო იძახით, არ არის ხალხო ესე. იმიტომ რომ არ აქვს იმ ადამიანს мотивация ცხოვრ დაოჯახდეს, იმას ხომ უნდა რჩენა. არც მე კიდე იმედი მაქვს, რომ რაღაცა შეიცვლება და ან შეცვლიან ამ გადაწყვეტილებას. აქ ყველა ის 500 ლარიანზე არ არის საქმე. დამოკიდებულებაზეა. დამოკიდებულებაზე ეს მარტო სოფლის მეურნეობის ეს დარგი არის კონკრეტულად ეს არის რეგიონის დაკიდება ფეხზე, მეტი არაფერი. იგნორირება იმ პრობლემების, რომელიც რეგიონშია. იმ პრობლემებისა, რომლებიც დააკავებს ახალგაზრდობას იქ, დააინტერესებს ადგილზე რაღაცა გააკეთონ. აი ელემენტარულად დაუსვით შეკითხვა თქვენს თავს. ადამიანი დაიბადა სოფელში. დაამთავრა სკოლა, უნივერსიტეტის დაამთავრა. დაბრუნდა რა უნდა გააკეთოს იმან იქ? შეგიძლიათ რომელიმე მიპასუხოთ რა უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა? ვერაფერსაც ვერ გააკეთეთ, იმიტომ რომ მთელ დღე ქუჩაში უნდა იდგეს. ან უნდა წავიდეს უცხოეთში, ემიგრაციაში. და იქიდან არჩინოს. ემას არ ჯობია თქვენ კაი ადამიანებო, ადამიანი დაასაქმეს საკუთარ ბაღში პირიქით. პირიქით შეუწყვეთ ხელი, იმან ფეხი არ უნდა გაადგმევინოთ იმას ფეხი საქართველოს თავისი ბაღიდან. როგორც წარმატებულია ევროპაში სოფლის მეურნეობა, კონკრეტული დარგები ისეთი გახადეთ, ხო შეიძლება ეს? ვიღაცას მოусმინეთ მაინც თბილისში კაბინეტებში რო ზიხართ და იქ თბილად რო ხართ, იქიდან რო უყურებთ, აი მაღალი პედესტალიდან რო უყურებთ გლეხს, ფერმერს, ესე არ ხდება. ჩადეთ ინვესტიცია სოფელში. მთელი გაძეძგილი რო არის, მთელი სუპერმარკეტები უცხოური პროდუქტით დაავალდებულეთ ესენი რომ იყიდოს ქართული პროდუქტი. მაგრამ ეთქობა ვიღაცის ბიზნესია და ხო არ ჩააგდებთ ამ ბიზნესს. ჩვენ გვაქვს როგორ უნდა განვითარდეს ამის კონკრეტული გეგმა გვაქვს ჩვენ. მაგრამ არავის არ უნდა მოსმენა. სოფლის მეურნეობის მინისტრი რო ჩამოვიდა ზუგდიდში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ ისტორიას, ბევრჯერ გამიმეორებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. შეხვდა ვითომ მეთხილე ფერმერებს. არ შეხვედრია 80% არის მცირემიწიანი მეთხილე ფერმერები საქართველოში. შეხვდა დიდ ფერმერულ მეურნეობებს, შეხვდა ქარხნის წარმომადგენლებს, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებს, ტაში დაუკრეს ვაშაურა, ყანდაურა. რა კარგი სიტუაცია გვაქვს, თურმე ფასი მაღალია და მორჩა რა. ბეჭზე დავდეთ ფაროსანაო ეს უთხრეს. ხო არ არის ეს ესე.
ის აჭიროებები რაც მეთხილე ფერმერებს აქვს, აი მცირე მიწიანს ის არ აქვს დიდ ფერმერულ მეურნეობას. ის უკვე დიდი ბიზნესია, ისინი თავის თავს მოუვლიან ხალხო. ისინი ბედნიერები არიან ამ ფასით, მაგრამ ეს მცირე მიწიანი ფერმერები აღწევენ ასეთ ბედნიერებას? რატომ ამაზე არ ფიქრობთ ხალხო? მე მაპატიეთ ხა თუ გაცხარებისთვის, მაგრამ ლოგიკურად ესეა. მე ცინიზმმა აი ეს შემაძრწუნა, ეს ადამიანი, ჩინოვნიკი გამოდის და რაღაცა არაადეკვატურ პასუხს იძლევა და არაადეკვატურად რო იქცევა, ეს არის გამაღიზიანებელი. ყოველთვის ესე იყო, ამ მთავრობის ბრალი კი არ არის ეს. ყოველთვის ესე იყო, რა რეგიონი აქ არავის ბოდიში და ფეხებზე ეკიდათ ყოველთვის ჩინოვნიკებს. თბილისის არ ვიცი ხა გუბერნია არ მინდა რომ დავარქო, მაგრამ თბილისის იმად ვიქეთ რაღაც უბნად ვიქეცით, რომელიც არის მომსახური თბილისის, აი მთელი რეგიონები ესეთი პრინციპით იმართება ქვეყანა. ოღონდ თბილისი იყოს, კარგი დანარჩენი, რა ვიცი. აი ეს არც ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება და ის გაითვალისწინეთ. არ ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, არ ვიცი, არც არავინ არ გეკითხება არაფერს, ვიღაც დაждდება კაბინეტში, მე ასე მინდა გადაწყვეტოს, ხო შეიძლება შევხვდე ფერმერებს, რა საჭიროებია და იქიდან გამომდინარე გააკეთო, რაღაც დასკონა და შესაბამისი პროექტი დადო. ეს რანაირად ხდება, ვიღაც რაღაც ძალიან ცენტრალიზებული, აქ თვითმმართველობა საერთოდ არ არის. საჭიროება, ეხლა ჩვენს მუნიციპალიტეტ ზუგდიდში რა საჭიროებაა, მე ხო ვიცი. ხო იცის აგერ ჩვენმა გუბერნატორმა, მერმა, ხო იცის ეს ყველა, მაგრამ არავინ ვერ უბედავ ცენტრალურ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ყველას დახსნიან ეთყობა და არა აქვს ამის ერთი ადგილი. არა პირიქით ამათ უნდა ეკითხებოდნენ. არც ფუნქციურად არიან დატვირთული, იმიტომ არაფრის ფუნქცია ამათ არ აქვს. ეგ ფორმალურად ხელფას იღებენ, მიდიან რაღაცას გახსნიან, ტაჟს დაუკრავენ ტელევიზორს. ეს რა არის ახლა? არ უინტერესოა ჯერ რეგიონში ცხოვრება ახალგაზრდა, იმიტომ მოვიყვანე მაგალითად რომ ვიღაც ამბიციური რო იმას არ აქვს არანაირ თვითმმართველობაში მონაწილეობის მიღების სურვილიც არ აქვს, არ აქვს არაფრის უფლება იმას. იმიტომ გარბის ის ადამიანი, ახალგაზრდები თუ არ დაასაქმე აქ და რაღაც ინიციატივა თუ არ ჩაუგდე ამ ახალგაზრდებს ხელში, აბა რა ინტერესი აქვს ცხოვრებას. თანამედროვე ცხოვრება, როცა დრონების ეპოქაში ცხოვრობდა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ხალხო და რაზე გვაქვს საუბარი ჩვენ? არ ვიცი, მე ეს არის ჩემი სათქმელი და არ ვიცი, აი მომავალში რა მოხდება. მე პირიქით არასდროს არ მშვევია ხოლმე, აი ეს ხმამაღალი ლაპარაკი არ მშვევია ხოლმე, ეს ლანძღვა გინება, მაგრამ ეს არის ძალიან ესეთი დამოკიდებულება ვიგრძენია, ეს რომ არ შემეძლო ეს ცოტა ემოციური გამომივიდა, მაგრამ ფაქტია რომ ეს ასეა. რავი, რაღაცა უნდა შეიცვალოს, ესე არ გამოვა. და იმასაც ვაღიარებ, რომ ამ ხელისუფლებასთან მე ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს. მაგრამ არ მინდა ეს შეიცვალოს. მე მიცხოვრია წინა ხელისუფლების პირობებში, მიცხოვრია ეხლაც და ალბათ მომავალშიც ვაპირებ ამ ქვეყანაში ცხოვრებას და ცოტა უნდა გამოვიხედოთ თვალებში, დავინახოთ პრობლემები და ძალიან იქიდან მაღალსართულიანი შენობებიდან ნუუყურეთ პრობლემებს. აი ძალიან გთხოვთ, ეს არის ჩემი სათქმელი. ეს არის ძალიან პატარა ქვეყანა. ყველას ოჯახში შეგვიძლია ჩვენ მივიდეთ კონკრეტულ რა სჭირდება ეს გავიგოთ ამ ადამიანებს და ის საჭიროებები ამ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ, აბა რისთვის არის ბიუჯეტი? რისთვის არის აბა ეს? კიდევ ვიმეორებ ხა სამთავრობო კვარტალს რო აშენებ და ამაზე რო ფიქრობ, ხა როცა სულს ღაფავს ხალხი რეგიონებში, ამის თავი აქვს ხა ხელისუფლებას, ქვეყანას. სტადიონის შენება ხო შეიძლება ცოტა ხანი გადავდოთ და განავითაროთ რეგიონები და მერე გავაკეთოთ 5 წლის მერე. ის თანხა კიდე აქედან ის სტადიონის დასაშენებელი ჩავდოთ სოფელში, კაცო, ხალხს დავეხმაროთ, ხალხს ფეხზე დავაყენოთ, მერე გავაკეთოთ ეს. აეროპორტის შენება, სამთავრობო კვარტლის შენება, ეს არის ჩვენი საზრუნავი ჯერ? არ ვიცი, ალბათ ვიღაც მე შეიძლება არასწორად ფიქრობ, შეიძლება
ის არის სწორი, მაგრამ არ ამგონია სწორი რო იყოს ეს. არსებობს რაღაც პრიორიტეტები, რომელსაც ისახავს ხელისუფლება, მაგრამ რა თქმა უნდა მოსახლეობის დაკვეთით. მოსახლეობის დაკვეთა არ არის ახალი სტადიონის მშენებლობა და აეროპორტის მშენებლობა. მოსახლეობის დაკვეთა არის აგერ ხმა რომ მოგცა და თქვენ კაი ადამიანებო ამ ადამიანებს მოусმინეთ. ეს არის ჩემი სათქმელი და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.